მოსამართლე და ხელშეუხებელი არის ეს რამარაზმი მამდია ქვეყანა ხალხო მისული ხედავთ. მთელი ქოცების საარჩევნო კამპანია 2012 წელს განსაკუთრებით აი ამ საცოდავი ბავშვების გვამებზე მოვიდა. და მაშინ მურუსიძეებზე და ასეთ მოსამართლეებზე იყო საუბარი თუ როგორ ღუპავენ და ანადგურებენ სამართალს საქართველოში და დღეს მთელი ქართული ოცნება მსოფლიოს გლობალური ომის პარტიიდან თუ deep state-იდან თუ რა ჯანდაბა ქვია ამას რაც ეძახიან აი მთელი შიგ ევროპიდან იცავს მურუსიძეს. მურუსიძის დაცვის სამსახურში არის ჩამდგარი. ღმერთო დალოცე პატონი ბიძინა მიშა მოგვაშორ. აი რომელი მხრიდან გინდათ ამ ყველაფერს შეხედოთ? აღარაფერს ვამბობ, რომ ამ კომისიამ, რომელმა კომისიამაც უკვე გაქვთ შექმნილი, რამდენი ზარალი შეიძლება ქვეყანას მოუტანოს, იმიტომ რომ სხდომებია ღია. ღია სხდომები და 1000 რამე ეს ჯერ კიდე რას მოიმკის ქვეყნისთვის და ერისთვის ეს ცალკე თემა არის. სუბარის და წულუკიანის გარჩეული სამართალი სამხედრო დანაშაულს რო იძიებენ სხვა ბრძენებთან ერთად ომს იძიებს კომისია და რიგითის დონის განათლების სამხედრო არზის იქ სამხედრო იმის რა ქვია სალმის აღება რო არ შეუძლიათ არც არასდროს ყოფილა არც სუბარი ყოფილა ჯარში ახლა არც წულუკიანზე ზედმეტია ლაპარაკი და დანარჩენებზეც კიდე იქ ამას უყურებს ხალხი და ხალხი კმაყოფილია ხალხს უნდა პური და სანახაობა ხო ხარ ხალხო კმაყოფილი უნდა უყურეთ მადლობა ბატონ ბიძინას მე გეტყვით ახლა რაც იქნება ძალიან დიდი ალბათობით რა ამბავით შეიძლება მოხდეს აი ორჯერ 4-8-8-ია დიდი ალბათობით ასე იქნება ესეც ესენი გამოიტანენ დასკვნას რომ ნაციონალური მოძრაობა აი ეს იქნება ამ კომისიის მუშაობის შედეგი ესენი გამოიტანენ დასკვნას რომ ნაციონალური მოძრაობა თურმე 13 წლის თავზე რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა იყო დანაშაულებრივი ორგანიზაცია რომელმაც ქვეყანას მოუტანა ზარალი შეაფასებენ ამას და პარტიას როგორც ასეთი აკრძალავენ რამოდენიმე პიროვნებას პროკურატურაში აღუძრავენ საქმეს და როგორც დევს პროკურატურაში აღძრული საქმეები და აგერ ამდენი წელიწადია კაციშვილი არ კითხულობს ამბავს ამ ხალხისას პასუხისმგებლები რაში არიან ისე იქნება ეს არც ერთი ქონება უკან არ დაბრუნდება არც ერთი პოლიტიკური პატიმრის რეაბილიტაცია არ მოხდება არც ერთი დანაშაული არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა იგივე ჟვანია საქმესთან დაკავშირებით იგივე თუნდაც ომის დანაშაულებები რო იყო ხო მختარი და მიჩქომალულია ის მკვლელობები და დეფინიცია არ აქვს მიცემული იმიტომ რომ არ მისცეს ამას შეფასება გოგავა როდესაც იყო ხო და როდესაც ყავდათ მაშინ არ დასვეს ეს კითხვა რატო კლავდნენ სამხედროებს თავისივე ხელით და რატო ყრიდნენ წყალში და იქ სამოქალაქო სასამართლო კაცებს ამას პასუხს და ვიღაცას რაღაცას მიუჟიან ვიღაცას ციებაში აღუძრავენ საქმეს და ეგ იქნება არ მოხდება ეს ტყუილად ნუელოდებით ეს გაიწელება იმიტომ რომ სანახაობა ჭირდება ხალხს და ნაცები მერე შექმნიან ახალ პარტიას დაარქმევენ ბაცები და გააგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თუ ექნებათ ფული თუ არ ექნებათ მაშინ ვერ გააგრძელებენ ესა ძალიან მარტივი გამოსავალი ამ ყველაფრით ახლა რაც შეეხება მაგ კომისიის